სიტყვა სიყვარული და სიტყვა უნდა ვერ თანაცხოვრობს, ვერაფერთან დაკავშირებით და მათ შორის წიგნთან დაკავშირებითაც. მაგრამ წიგნი ჭირდება ყველას. და რატომ? იმიტომ რომ წიგნი არის აქამდე არსებულ გამოცდილებათა ჯამი. იმ გამოცდილების საუკეთესოდ შემკრები, რომელიც კაცობრიობამ გაიარა. არ უნდა გავასაკრალუროთ ლიტერატურა, არამედ უნდა დავანახოთ მეორე ადამიანს, რომ ისიც ჩვეულებრივ ადამიანებზე, ხო, როგორც ერთ სუფისტური გავშია აბდულაზე, რომ რეალურად ყურანში დევსო ჩემი მეგობარი აბდულას წერილი და ორი გამხმარი ფოთოლი, როდესაც კითხეს ერთ მოხეტიალი დერვიშა და ელოდნენ სხვა პასუხს, ხო, მარტივად, ცოტა ანეკდოტურად, პრიმიტიულად, მაგრამ ძალიან ზუსტად უპასუხა, რომ წიგნები რეალურად არიან სიცოცხლე, ჰერბარიუმული ფორმით, ბუნებრივია, ორი გამხმარი ფოთოლი დევს და ამავდროულად არიან ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანებზე, როგორც არის ჩვენი მეგობარი აბდულა, გივი, ნინო და ასე შემდეგ და ასე. ლიტერატურა ადამიანს დიახ ეუბნება, როგორ უნდა ივარჯიშოს თავისუფლებაში, როგორ უნდა ჩამოაყალიბოს თავისუფალი ნება და რა არის თავისუფლება საერთოდაც, ხო? ეს თავისუფლად ყოფნა თუ თავის დაუფლება. ლიტერატურასთან ჩემი ურთიერთობა დაიწყო ალბათ ისე როგორადაც იწყება ყველა დანარჩენი ადამიანის გულისხმობ ოჯახს. თუმცა ჩემი ოჯახი ამ თვალსაზრისით სპეციფიკური იმით იყო, რომ რეალურად მასწავლებლები იყვნენ ბებია-ჩემიც, ბაბუა-ჩემიც და ირგვლივ ყველას უყვარდა წიგნი, მათ შორის დედა-ჩემს ჰქონდა სპეციალური რვეული, სადაც დიდწილად პოეზიას იწერდა ხოლმე, რაღაც ეგეთი მოდაც არსებობდა იმ პერიოდში. მამაჩემს ზოგადად ლიტერატურა უყვარდა, განსაკუთრებით ზღაპრები და მახსოვს ძალიან ბევრ ზღაპარს მიყვებოდა მათ შორის მის მიერ ინტერპრეტირებულს ბაბუაჩემიც. აგრძელებდა ზღაპრებს, სათაურები მახსოვს ანჩური და ბანჩური და შემდეგ და შემდეგ ძალიან საინტერესო იყო თავისთავად. თუმცა უცნაური იყო ის, რომ რეალურად მაშინ რახანაც თქვა ჩემი მამიდაშვილები დიდწილად რომელთაც საფხულში ვისვენებდი, უფრო უფროსები იყვნენ და ლიტერატურა უყვარდათ, კითხულობდნენ სადიდო ტექსტებს ეგრეთ წოდებულს და პირველად რაღაცნაირად უფრო ეს ტექსტები მახსენდება, მათ შორის იმ დროს ძალიან პოპულარული პატრიოტული პოეზიაც მურმალებანიძე, ანა კალანდაძე და სხვაებიც, მაგრამ ყველაზე უფრო ცხადად მახსოვს ტექსტი, რომელსაც საბავშვო ლიტერატურასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის ვალტერ სკოტის ლოხინვარ ჭაბუკის სრულებწყინვალე ქართული თარგმანი და ეს ტექსტი თითქმის ეპირად მახსოვს ოღონდ იმ დროიდან. 5-6 წლის ვიყავ. ეს უცნაურადაც შემოვიდა გარკვეულწილად ლიტერატურა ჩემში და ეს გავლენა მერე შეინარჩუნა. ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ გარკვეულწილად ვეფუძნებით იმ ემოციებს, განცდებს, მათ შორის ოცნებებს, სურვილებს, რომელიც იმ დროინდელმა გარემომ გვიკარნახა, როცა ბავშვები ვიყავით და შესაბამისად, მაგალითად ის წარწერა, რომელიც ჩვენი ხის სახლის ერთ-ერთ კედელზე იყო, წარწერები, გმირების სახელების დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ცხადი კადრია ჩემს მოგონებებში მახსოვს იქ ეწერა გუაკანაგალო, აივენჰო, კაპიტანი კასიუს კოლჰაუნი და სხვები ძალიან ბევრი გმირი, რომელიც თქვათ მაინრიდის, ჟიულ ვერნის, მარკ ტვენის, სტივენსონის ტექსტებიდან იყო და მაშინ ძალიან პოპულარული გახდა. ამიტომაც რეალურად კი ჩემს ცხოვრებაში წიგნები ძალიან ადრეულ ეტაპზე შემოვიდნენ და ასე მახსოვს. რაც შეეხება წაკითხულ ტექსტს, წაკითხულებიდან თუ არ ჩავთვლით რაღაც სავალდებულო ტექსტებს, რომელიც ასკოლო ლიტერატურაში თავითვე გვხვდება საწყის ეტაპზე, ალბათ პირველი რაც მახსენდება, ეგ არის მარკ ტვენის ტომ სოიერის თავგადასავალი, რომელიც მანამდე ჩემმა მომიყვა მოკლედ, მაგრამ მე წავიკითხე და მარკ ტვენი ჩემთვის დღემდე რჩება ერთ-ერთ საუკეთესო და საყვარელ მწერლად, ისე როგორც მისი ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი ჩემი აზრით საერთოდაც მსოფლიო ლიტერატურაში, როგორც ახალი ოდისეა, ახლებური გააზრება ოდისეის ერთ-ერთი საუკეთესო ტექსტია. როცა მე ბავშვებს მოზარდებს ან თუნდაც ზრდასრულებს ველაპარაკები წიგნის კითხვის აუცილებლობაზე, პირველი რითაც ვიწყებ არის ის, რომ მათ იმ ძალიან დამკვიდრებულ კლიშეს, რომელთაც როგორც წესი წიგნები შემოდის ჩვენ ცხოვრებაში ვაშორებ, რომ წიგნი უნდა გვიყვარდეს. იმიტომ რომ
სიტყვა სიყვარული და სიტყვა უნდა ვერ თანაცხოვრობს ვერაფერთან დაკავშირებით და მათ შორის წიგნთან დაკავშირებითაც. შესაბამისად, როდესაც ვიღაცას ვაძალებთ სიყვარულს, თუნდაც სრულიად ჰუმანური მიზნით, ეს ამბავი წარუმატებლად სრულდება. მაგრამ, როდესაც ჩვენ ამ ადამიანებს ვეუბნებით სიტყვა უნდას, მაშინ როდესაც სიტყვა უნდა არის ბუნებრივი, საჭიროებასთან დაკავშირებით, მაშინ ძალიან იოლია ადამიანების უმრავლესობას მიახვედრო, რატომ უნდა იკითხონ წიგნები, რატომ არის ეს საჭირო. წიგნი შეუყვარდება ზოგიერთს. არ ამგონია რომ აი ამ პოდკასტის თუ დიალოგის მსმენელთა უმრავლესობას ერთი სული კონდეს რომ ეს რომ დამთავრდეს სადღაც გაიქცეს და წიგნი წაიკითხოს, მაგრამ მათგან იქნება ზოგი ასეთი. ზოგს ეყვარება კინემატოგრაფი, ზოგს ეყვარება მხატვრობა, ზოგს ეყვარება სხვა რამ, მაგრამ წიგნი ჭირდება ყველას. და რატომ? იმიტომ რომ წიგნი არის აქამდე არსებულ გამოცდილებათა ჯამი. იმ გამოცდილების საუკეთესოდ შემკრები, რომელიც კაცობრიობამ გაიარა. და შესაბამისად ბუნებრივია, რომ ეს ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი თავი, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთი მემკვიდრე შევავსოთ იმ სრული გამოცდილებით, რა ემოციებიც, ხდომილებებიც ადამიანმა აქამდე გამოცადა. და ამაზე უკეთესი ამბავი ადამიანისთვის, ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის, რომ წარმატებული გახდეს არ არის, იმიტომ რომ ის გვაჩვენებს შეცდომებს, ის გვაჩვენებს გამარჯვებებს, ის გვაჩვენებს ადამიანს შიგნიდან. ფოლკნერს ვიხსენებთ ხოლმე, ხომ? ის გვაჩვენებს იმას, რაზეც ვდუმვართ და ეს ალბათ ყველაზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანი გასაღებია. ამიტომაც რეალურად წიგნების კითხვა მე არათუ სასურველი, არამედ აუცილებელი ამბავი მგონია. ლიტერატურა გვასწავლის იმ დაკეტილი ოთახების გახსნას, რომელიც მხოლოდ სხვისთვის კი არ გადავრაზეთ, არამედ საკუთარ თავსაც გადაუმალეთ თავისი გასაღებიანად და კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ ფოლკლორის სიტყვები გვასწავლის იმას, რაზეც ჩვენ ვდუმვართ და ადამიანი რაღა თქმა უნდა დიდწილად არის ეს. თუ ჩვენ დავინახავთ მის აუცილებლობას, ის ავტომატურად იქცევა ჩვევად, იმიტომ რომ ადამიანი სადაც ხედავს საჭიროებას და მათ შორის მნიშვნელოვან საჭიროებას, მე მგონია რომ წიგნი ასეთია, ის ბუნებრივია ცდილობს რომ ამ სრულიად აჩქარებულ და ორ სივრცეში გაფანტულ დროში, ანუ გულისხმობ ერთ ამ ყოფით დროს და მეორე ასევე ყოფით ზოგადად ვირტუალურს, მაინც გამონახავს დროს რო წიგნი წაიკითხოს და რეალურად ვთქვათ ეს ძალიან არის დამოკიდებული სკოლაზე. ძალიან არის დამოკიდებული ოჯახზეც ამავდროულად და ძალიან არის დამოკიდებული მერე უკვე ადამიანის რეფლექსიაზეც, რომ გაიაზროს ეს რისთვის სჭირდება, ხო? ხა ჩვენი ამოცანა არ არის რომ ყველა ნებისმიერმა ადამიანმა იკითხოს წიგნი. მხატვრულ ლიტერატურას ვლაპარაკობ, მაგრამ სურვილი არის ასეთი. ლიტერატურაში ყველაზე უფრო იოლად და ცხადად ჩანს, როგორ ვითარდება ადამიანი, ხო? გილგამეშიდან მოყოლებული, თუნდაც პარალელურად ფაგავად გიტა, ან სხვა დანარჩენი, ვთქვათ, ადრეული ტექსტები, ბიბლია, უკვე მერე საერო ლიტერატურა და მერე ცხადია უკვე, ვთქვათ, მოდერნიზმის სრულად ახლებური გააზრება, თავის პოსტმოდერნით, მანამდე რომანტიზმით და შემდეგ. კაცობრიობის კვალდაკვალ ვითარდება ლიტერატურა და რიგ შემთხვევაში ბუნებრივია პირიქით ამ პირაქეთ რაღაცნაირად ან სინქრონულად შეიძლება ითქვას დრო და ტექსტი ერთმანეთზე ურთიერთ თქვათ ქმედებენ და რეალური გავლენა აქვს, ხო? ყოფილა ტექსტები, რომელმაც შეიძლება დრო შეცვალა და არის დროები, რომლებიც ტექსტებს უცვლიან კონტექსტებს. ამიტომაც საბოლოო ჯამში ბუნებრივია ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი რამ გახლავთ. ლიტერატურა ადამიანს დიახ ეუბნება, როგორ უნდა ივარჯიშოს თავისუფლებაში, როგორ უნდა ჩამოაყალიბოს თავისუფალი ნება და რა არის თავისუფლება საერთოდაც, ხო? ეს თავისუფლად ყოფნა თუ თავის დაუფლება.
ხშირად ვიხსენებთ ხოლმე, ხო, ეს ავთანდილის ძალიან ცნობილ ლოცვას მომეც დათმენა სურვილთა უფალო უფლებათაო, ხო, როდესაც შენ ტაბუ შემოგაქვს შენ ცხოვრებაში, ოღონდ მეორე უფრო დიდი და მნიშვნელოვანი რამის სასარგებლოდ, ხო, ადამიანი დათმენის არსებაც არის მათ შორის. ალდა ქეთელაურს ვიხსენებთ, ხო, რომელმაც თქვა, რომ რამდენი ადამიანიც არის იმდენი სიმართლე. და ჩვენი ამოცანა ის კი არ არის რომ ეს სიმართლეები ერთმანეთს თქვათ შეურწყათ ან დავამსგავსოთ ან გავაძეოთ უბრალოდ თანაცხოვრება მოვახერხოთ არ არის აუცილებელი რომ თემი დავითანხმოთ რომ ალდა ქეთელაურის შეთავაზება მიიღოს და პირიქით ხო მაგრამ თემი მინიმუმ იმაზე მაინც უნდა იყოს თანახმა რომ სხვა აზრის მქონე ადამიანი ცხოვრობდეს იმავე თემში ამიტომაც რეალურად თქვა ლიტერატურა ძალიან ბევრ მსგავს რამეს უკარნახობს ის წიგნები რომელიც გაზდევს მთლიანად ჩემს ცხოვრებას ეგ უკვე ნახსენები ორი ავტორია ბარემ სამიც შოთა რუსთაველი ვაჟა ფშაველა მარკ ტვენი სერვანტესი ფოლკნერი თომას მანი და პოეზიაში ძალიან ბევრი. ჩვენ ირგვლივ გვაქვს უამრავი ახალი საცდური. და მაგალითად ჩემი ბავშვობისგან განსხვავებით, სადაც წიგნის კითხვა შეიძლება გართობის ნაწილიც კი ყოფილიყო, დღეს ასე ვეღარ იქნება. ბუნებრივია. ამიტომაც რეალურად მთავარი ამოცანა მასწავლებლის არის ის, რომ მან დაანახოს მეორე ადამიანს, მასწავლებელს პირობითად გულისხმობ, მაგრამ სკოლის მასწავლებელს არა. თუნდაც შემთავაზებელს სხვა ადამიანისთვის რომ ეს ამბავი რომელსაც კითხულობს არის მისი ნაწილი თვითონ ადამიანია და იმის მონაწილეც ადამიანია არ უნდა გავასაკრალუროთ ლიტერატურა არამედ უნდა დავანახოთ მეორე ადამიანს რომ ისიც ჩვეულებრივ ადამიანებზეა ხო როგორც ერთ სუფისტური გავშია აბდულაზე რომ რეალურად ყურანში დევსო ჩემი მეგობარი აბდულას წერილი და ორი გამხმარი ფოთოლი როდესაც კითხეს ერთ მოხეტიალი დერვიში და ელოდნენ სხვა პასუხს ხო ხმა განმარტებებს რომელ ფრაზის უკან თქვათ რომელი სიბრძნე იდო ну ან მარტივად ცოტა ანეკდოტურად პრიმიტიულად მაგრამ ძალიან ზუსტად უპასუხა რომ წიგნები რეალურად არიან სიცოცხლე ჰერბარიუმული ფორმით ბუნებრივია ну ორი გამხმარი ფოთოლი დევს და ამავდროულად არიან ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანებზე როგორც არის ჩვენი მეგობარი აბდულა გივი ნინო და ასე შემდეგ და ასე თუ ამას გავაცნობიერებთ მიხვდებით რომ დიახ წიგნი არის საჭირო და აუცილებელი მე რაც უნდა ვთქვა რაღაცა ყალბი კოუჩური ფრაზებით ვთქვათ მოუწოდებდე მეორე ადამიანს ამისკენ ან საერთოდაც ვდუმდე ის მეორე ადამიანი მაინც სწავლობს რაღაცებს მთელი ცხოვრების განმავლობაში გარდაულად იმიტომ რომ სინქრონული ამბავი მაგრამ ბუნებრივია რახანაც რაღაცებს სწავლობს ჯობს რომ ეს რაღაცა იყოს უფრო დიდი და ფუნდამენტური ამიტომაც ნებისმიერი ზრდასრული ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს მზად ახალი და დიდი ამბის შესასწავლად იმიტომ რომ რეალურად ცხოვრებას არ აქვს მონაკვეთები რომლიდანაც შეიძლება სწავლა გამოვრიცხოთ პირიქით გამოცდილებაც სწავლა და ამავდროულად ბუნებრივია ის მეთოდები რომლითაც ჩვენ აქამდე სწავლის თქვათ გადაცემის გზებს ვიცნობთ მე ვარ აკვიატებების ადამიანი და ბავშვობიდან ეს უცნაური თვისება რატო უცნაური ძალიან ბევრს აქვს ბუნებრივია მაგრამ თლად ყველას არა მომსდევს და მათ შორის ამ აკვიატებათაგან იყო ორი უცნაური ამბავი მახსოვს ერთი რომ მაშინ ვინც მყავდა შეყვარებული ან ვინც მიყვარდა ყოველ მე ასე გვერდის დროს ვახსენებდი მის სახელს ეგეთი უცნაური დათქმა მქონდა როცა მე ასე გვერდზე მდიოდი და მქონდა კიდე ერთი უცნაური ისეთი ცოტა მტანჯველი აკვიატება რომ უკან ფურცლავდი ხოლმე და რაღაც ნაწილებს ვკითხულობდი ისევ თუმცა მაინც თქვათ ეგ ხელი შემწყობი კითხვის პროცესში არ იყო ეგენი ხარც ერთი არ შემომჭა გააძევა ცხოვრების მკაცრმა წესმა, მაგრამ რეალურად ხო ეს მახსენდება ბავშვობიდან. მაგრამ რეალურად კითხვის წესები საბოლოო ჯამში ძალიან ექვემდებარება იმას, როგორაც მიმდინარეობს შენი ცხოვრება. მას მერე რაც შენ ცხოვრებაში ბევრი რამ
შემოდის და იტვირთება, იქნება ეს სამსახური, იქნება ეს თქვათ პირადი ურთიერთობები, რომელიც მე შეიძლება ფორმალურ ხასიათსაც იღებდეს და აქედან გამომდინარე სხვა ვალდებულებებს გულისხმობდეს, რაღაც ტიპის თქვათ ფუფუნების და მათ შორის აკვიატებების დრო ნაკლებად გაქვს და დღეს მაგალითად ძალიან პოპულარული არის რაფსოდული ტიპის ლიტერატურის თანამედროვე ვერსია. აუდიო წიგნები, ხო? ვიღაცები ცდილობენ რომ სინოფსისები წაიკითხონ საერთოდ ელექტრონული წიგნის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ბუნებრივია კორექცია ჩემთანაც დაკავშირებითაც მოხდა, მაგრამ არა დიდი, იმიტომ რომ მე მაინც ბეჭდური წიგნის ერთგული დავრჩი, თუმცა ეს არ ნიშნავს არც ერთ შემთხვევაში იმას, რომ რეალურად ელექტრონული წიგნი ცუდია. პირიქით, მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ პირველი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკა ლიბჟის დამაარსებელი და მერეც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. დიჯიტალიზაციის მიმართულებით უბრალოდ ჩემი ჩვევა არის დიდწილად, თქვათ, განპირობებული იმით, რომ მე ურთიერთობ ბეჭდურ წიგნთან და საინტერესო ამბავი არის ის, რომ რეალურად ბეჭდური წიგნი მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია, როდესაც ზეპირად ვამბობთ, როდესაც ელექტრონულად ვკითხულობთ და როდესაც ბეჭდურ წიგნში ვკითხულობთ, ერთ და იგივე შინაარსის მატარებელია და ერთ და იგივე თქვათ მაგიის, საბოლოო ჯამში მაინც სხვაობს. და იმიტომაც შემორჩა ბეჭდური წიგნი. ბეჭდურ წიგნს აქვს, რაღაც პერიოდში თითქოს ეს გაშარჟდა და თანამედროვე ენით რო ვთქვათ კრინჯად იქცა წიგნის სუნის ამბავი, მაგრამ დადასტურებული რამეა და ამ დადასტურებას ამ ბევრი მაგალითი და კვლევა უძღვის, რომ ბეჭდური წიგნის პირატესობა გულისხმობს ადამიანურ განცდათა ერთობლიობას, მათ შორის ფლობის სურვილს, იმიტომ რომ როდესაც შენ წიგნი გაქვს ამავდროულად ტექსტთან ერთად ნივთიც და ამავდროულად მეხსიერებისთვის მნიშვნელოვან ამბავს, როდესაც შენ რამე წიგნს კითხულობ, იმ ტექსტის პარალელურად რაღაც ამბები ხდება შენ ცხოვრებაში, ხო? შეიძლება სოფელში ხარ ისვენებ, რაღაც ამბავი მოხდა, შეიძლება ვთქვათ, სადმე მივლინებაში ხარ და იქ რაღაც შეგემთხვა, მაგრამ ამ წიგნს კითხულობ პარალელურად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და როდესაც იმ წიგნს შეხედავ, როგორც ნივთს, იმ ტექსტის გარდა ის ამბებიც გახსენდება. ამიტომაც აღმოჩნდა, რომ მიუხედავად თავის დროზე, ვთქვათ, ისეთი ცოტა კრიტიკული პროგნოზებისა, როდესაც Amazon-ის Kindle გამოვიდა, მე iPad-მა აითვისა ეს ყველაფერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ბეჭდურმა წიგნმა, როგორც ბაზარზე თქვათ, გამოსულმა მოთამაშემ საკუთარი პოზიციები შეინარჩუნა და შეიძლება ითქვას, რომ განიმტკიცა კიდეც რაღაც თვალსაზრისით. ძალიან ბევრი წიგნი არ მაქვს საკითხული, რახანაც ვკითხულობ სელექციურად ჩემი, თქვათ, აი ამ პარალელური, მენეჯერული და სხვა ტიპის ცხოვრების გამო. დადგა დრო, როდესაც ფუფუნება აღარ მაქვს ვიკითხო ყველაფერი. ბავშვობაში მაგალითად ვკითხულობდი ყველაფერს, იმიტომ რომ ერთგვარი იძულებაც იყო ეს, განა ვინმე მაძალებდა, უბრალოდ დრო იყო ბევრი, მაგალითად წარმოიდგინეთ 90-იანი წლები სახლში ხარ, ნუ კაი ფეხბურთი თამაში მანამდე რაღაც, მაგრამ დაღამდა და ლამპის შუქზე ერთადერთი რაც შეგიძლია აკეთო, დომინოს თამაშის გარდა, რაც ასევე შესანიშნავი ამბავია, ტანჭადრაკის, შეგიძლია წაიკითხო. ამიტომ ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ხელში მომხდებოდა და ვხედავდი, ხო, რაღაცა საბჭოთა ტიპურ საბჭოთა წიგნებს, არის გულისხმობს საბჭოთა კავშირის დროს დაწერილი წიგნი, იქ ცხადია ბევრი შესანიშნავი ტექსტი დაიწერა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეგ ცოტა უცნაური ამბავია რა. ვერ დააწესებ კონკრეტულ, თქვათ, შეთავაზებას. ყველა ადამიანს ალბათ რაღაცა დრო კარნახობს წიგნთან ურთიერთობის გრაფიკს. ყველა ქართველს აუცილებლად უნდა კონდეს წაკითხული ვეფხისტყაოსანი. ოღონდ მართლა წაკითხული და არა, თქვათ, ზედაპირულად ან რამდენიმე საზეპიროს ცოდნით, თქვათ, ფონის გასვლისთვის. ფონზე გასვლისთვის. ვაჟა-ფშაველას ალუდა ქეთელაურს შევთავაზებდი აუცილებლად და რომ იგრძნოს რა არის ქართული ლექსი და ჩვენ პოეზიაში ჩემპიონები ვართ. შეიძლება მსოფლიო ჩემპიონებიც კი. კაცმა არ იცის უბრალოდ ერთი რაღაცით არ გაგვიმართლა, რომ დიდი ქვეყანა არა ვართ. დიდი ენა გვაქვს, მაგრამ არ არის მსოფლიო ენა. და ამიტომ ამ ადამიანებს დღეს მსოფლიო ჯეროვნად არ იცნობს
წავაკითხებდი მაგალითად გალაქტიონ დავიძის ტექსტს ქარი დაცხრა სიბობოქრის. მე რა ურთიერთობაც მქონია AI-სთან ამ თვალსაზრისით, სხვა რაღაცებისგან განსხვავებით, სადაც ის სრულიად შესანიშნავი და გამოსადეგია, დიდად მოიკოჭლებს. და ცოტათი ეჭვი მეპარება, რომ ადამიანის ფანტაზიას ხელოვნური ინტელექტის ფანტაზიამ გადაასწროს. მიუხედავად იმისა, რომ ის ცხადია, სწორედ უკვე ნახსენები წიგნის არ იყოს ჯამია, აქამდე ვთქვათ, გამოცდილი ადამიანის, ვთქვათ, მიღწევების, თუნდაც ფანტაზიების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან მეეჭვება, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ისეთი ლექსი დაწეროს, როგორც უკვე ვახსენე. ქარი დაცხრა სიბობოქრის. ძალიან მეეჭვება, იმიტომ რომ სადღაც რომელიღაც ფრაზაში შენ აუცილებლად მიხვდები, რომ ეს გალაქტიონ დავიძე არ არის.